თითქოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გვაქვს ეს საგარეო პოლიტიკა, რაც გვაქვს, არის რომ უნდა ეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობები დაალაგდეს, რუსეთთან ურთიერთობები უნდა დაალაგდეს და გამოსწორდეს, ხო? თითქოს ევროპასთან და ამერიკასთან დაძაბულობის შექმნით, მაგრამ რეალურად ჩვენ პირდაპირ სილის გაწნა არის, როდესაც ამ პოლიტიკის გატარების შემდეგ რუსეთი მიდის და ანექსიისკენ ნაბიჯს დგამს. მხოლოდ ილუზია შეიძლება ყოფილიყო ის, თუ კი ვინმე ფიქრობდა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცვლილების შედეგად შეიცვლებოდა რუსეთის სტრატეგიული ამოცანები, ასე ვთქვათ, საქართველოსთან მიმართებაში, ხო? რუსეთის სტრატეგიული ამოცანა არის, რომ მას პოსტსაბჭოთა სივრცეზე საკუთარი კონტროლი უნდა აღადგინოს. ის, როდესაც ხედავს შენი მხრიდან საგარეო პოლიტიკის ცვლილებას, ეს ასე ვთქვათ, მისი გაგებით მას საერთოდ არაფერს არ ავალდებულებს და პირიქით თulis რომ ეს საგარეო პოლიტიკის ცვლილება შენთვის არის უკეთესი და ეხლა შენი საგარეო პოლიტიკის ცვლილების გამო იმან შეცვალოს თავისი გადაწყვეტილებები და სტრატეგიული ხედვა, ეს არის ღრმა ილუზია.